საფრანგეთი გუშინ მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულებს გლოვობს. ხვალიდან 3 დღის მანძილზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. მომხდარის შედეგად ამ დროისათვის არსებული მონაცემებით 84 ადამიანია დაღუპული. კრიტიკულ მდგომარეობაში კი 14 ადამიანი რჩება. ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან. ბოლო ინფორმაციით დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელსაც ვადა 26 ივლისს ეწურება, 3 თვით გახანგრძლივდება. წარმოშობით ტუნისელმა 31 წლის მუჰამედ ლაუჯ ბულელმა ნიცაში ტერორისტული აქტის განხორციელების დროს 84 ადამიანის, მათ შორის 10 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და გერმანიის მოქალაქეები არიან. 100-ზე მეტი დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული. თავდასხმა საღამოს 11 საათზე მოხდა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ფეიერვერკის დასრულების შემდეგ ტერორისტმა სატვირთო მანქანა მუზეიმე ხალხში აჯახა და მათი მიმართულებით სროლა ატეხა. ადგილზე მისულა სამართალდამცველებმა თავდასხმების ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში მოახდინეს. სააგენტო როიტერზის ცნობით დანაშაულებრივი ქმედებების გამო ტერორისტის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ადრესი უცნობია. სისხლის ხრამ მსოფლიო ლიდერები და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები გააერთიანა. ბარაკ ობამამ ამერიკელი ხალხის სახელით ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და ნიცაში მომხდარ თავდასხმას საზარელი ტერაქტი უწოდა. მომხდარი დაგმო სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ანგელა მერკელმა, დონალდ ტუსკმა და რომის პაპმა. ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც მონღოლეთში, აზია-ევროპის სამიტზე იმყოფებიან. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 3 თვით გახანგრძლივების შესახებ განცხადება გააკეთა. ფრანსუა ოლანდის თქმით, საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს. ჩავატარებთ უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც განვიხილავთ მოქალაქეების დაცვისაკენ მიმართულ საჭირო ზომებს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიცაში ჩავალთ იმისათვის, რომ ამ განსაცდელში მოსახლეობას მხარი დავუჭიროთ. პარიზსა და ნიცაში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს. საფრანგეთში ხვალიდან 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.